დაცვის მხარეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ეძლევა, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მთავრობა პარლამენტში უკვე შევიდა. ცვლილებების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აისახება დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაცვის მხარეს არ გააჩნია უფლებამოსილება ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს. ამავე პროექტის გათვალისწინებით დაცვის მხარეს ასევე საშუალება ექნება სახელმწიფო ორგანოებიდან და კერძო დაწესებულებებიდან მოითხოვოს და დაუპყრობლად მიიღოს სასურველი დოკუმენტი ან სხვა ნივთიერი მტკიცებულება. Შენი შეთავაზება არის რა? ნებისმიერი უმრავლესობის ინიციატივა, რომლითაც დაცვის უფლება უთანაბრდება ბრალდების მხარის უფლებას და ის უთანასწორობა, რომელიც იყო წინა პარლამენტში დაშვებული მხარეებს შორის და რომელზედაც ძალიან წუხდნენ ადვოკატები, ეს უთანასწორობა და მხარეთა არათანაბრობა იქნება აღმოფხვრილი. ბუნებრივია, ახალი პარლამენტის პირობებში ჩვენ დაუჭერთ ხარს, რომ გაძლიერდეს ადვოკატების უფლებები. ეს კანონპროექტი არის ძალიან მისასალმებელი, ძალიან ბევრი ისეთი ცვლილება ამ კანონპროექტში, რომელიც ადვოკატებისთვის იყო მართლა სანატრელი, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ადვოკატებს ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებოდათ თავიანთი კლიენტების დაცვის პროცესში, იმიტომ რომ ერთის მხრივ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ წესით და კანონით მხარეებს, პროკურორს და ადვოკატს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, რომ თავიანთი პოზიცია დაასაბუთონ და წარადგინონ სასამართლოს წინაშე.